ხვდავდა სიმპათიას გიორგი გახარიას მიმართ. მას დასავლურ ლიდერად მოიხსენიებდა და ირიბად ადასტურებდა, რომ შესაძლოა ეპიკ ამბასადორმა მისი პოლიტიკური გეგმები ფინანსურად უზრუნველყოს. ამ ამბის ძალიან ხმაურიან გაგრძელებაზე ახლა მოგიყვებით. ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი კონდრად ბაბუნაშვილი გასულ კვირას მოვიდა ჩვენთან. გადაცემა შაბათის ფორმულა ჟურნალისტი მას შეხვდა და მოისმინა ის სკანდალური ამბავი, რასაც ახლა წარმოადგენ. ბაბუნაშვილი ამბობს, რომ ის და მისი პარტნიორი ლიკვიდაციის მიზნით მოწამლეს. მისი მტკიცებით სისხლში მას ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც მას თრომბი განუვითარდა. ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი გვეუბნება, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი ეჭობს, რომ მის მოწამვლასთან ხელისუფლების პირველი პირები არიან კავშირში და ეს მისი ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა. ის ღიად საუბრობს, რომ მისი მკვლელობა თბილისში ხელისუფლების დახმარებით რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. მოწამვლის ეფექტი 16 მარტს გამიმჟღავნდა, საოპერაციო მაგიდაზე 20 მარტს მოხვდი. პირი, რომელიც შაბათის ფორმულას სკანდალურ ფაქტებს უყვება, საკონსულტაციო კომპანია ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი კონრად ბაბუნაშვილია. გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა მას მარტში დასჭირდა. ბაბუნაშვილის შემთხვევითობას გამორიცხავს. ამბობს, რომ მოწამლეს, რადგან მისი ლიკვიდაცია სურდათ. გადავამოწმე სისხლის ანალიზის დონეზე, ჩემთვის სანდო, უცხოურ ლაბორატორიაში და მივიღე მონაცემები, რომლებიც რაღაცა ფარდაახადეს ამ სიტუაციას. ჩემს სისხლში აღმოაჩინეს ჰემოფილიის პრეპარატი, რომელიც ჯანმრთელი ადამიანის თვის იწვევს ტრომბს. შესაბამისად, მე ეს პრეპარატი სადღაც მივიღე. ბუნებრივია ეს არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც მე ან აფთიაქებში მევლო და ეს პრეპარატი მეყიდა და მე სადღაც ტყეში გავსულიყავი მანქანით და დამელია, მაგრამ სადღაც ეს მოხდა. ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა. 12 აპრილს იგივე სიმპტომებით მედიკოსებს მისმა პარტნიორმაც მიმართა. ექიმებმა ახალგაზრდა კაცს თრომბოზის დიაგნოზი დაუსვეს. პირი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ სურს, ასევე დარწმუნებულია, რომ მისი დიაგნოზი შემთხვევითი არ არის და ისიც მოწამლეს. სისხლის ანალიზების პასუხს, რომელიც მის ვერსიას დაამტკიცებს, ის უახლოეს დღეებში უცხოეთიდან ელოდება. 12 აპრილს კლინიკა მედიში დაისვა თუ არა თქვენი თრომბოზის დიაგნოზი, ანუ თრომბის წარმოქმნის საშიშროება. ანუ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ მიმართავდით სამედიცინო დაწესებულება, შესაძლებელი იყო თქვენ სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. გამორიცხავთ, რომ შეიძლება თქვენს მოწამული. არა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავ. არ გამორიცხავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. შაბათის ფორმულამ ინფორმაცია ბოხუას კლინიკაში გადაამოწმა, სადაც ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელ დირექტორს ოპერაცია გაუკეთეს. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევის გადადება პაციენტისთვის ლეტალურად დასრულდებოდა. ქვემოკიდულის ხმავენური სისტემის თრომბოზი იყო ბარძაპის საერთო-ვენის მოფლოტირე თრომბი. მოფლოტირე, ანუ მოძრავი თავისუფლად, რომლის სიგრძე იყო 5 სანტიმეტრი დაახლოებით. იყო საფრთხე საშიშროება იმის, რომ მოხდარიყო მისი ფრაგმენტაცია და ემბოლია ფილტვის არტერიაში, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულებულიყო ლეტალური გამოსავალით. სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. მიზეზი კონკრეტულად თრომბოზის განვითარების უამრავი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს. შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ყვებითი. უამრავი ფაქტორი არსებობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმავენური სისტემის თრომბოზი. საკონსულტაციო კომპანია, რომლის ხელმძღვანელობაც სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასულ კვირას. შაბათის ფორმულაში გასული რეპორტაჟის შემდეგ მოექცა. კომპანია, რომელიც ქვეყანაში 2019 წლიდან ოპერირებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ პოტენციურ დამფინანსებლად მოიაზრება. საკუთარ სიმპათიებზე ახალი პოლიტიკური ძალისადმი საკონსულტაციო კომპანიაში ღიად საუბრობენ, თუმცა დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გიორგი გახარიას პრესსამსახურში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
შაბათის ფორმულასთან საუბარში ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ბოლო თვეებში მისი და მისი პარტნიორის გარშემო განვითარებული მოვლენები სწორედ ამ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. პირდაპირ არ ასახელებს, მაგრამ მიანიშნებს მის წინააღმდეგ გეგმის მთავარ მონაწილეებსაც, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს. ინფორმირებული ვარ. საერთოდ ინფორმაციის ნაკლებობას არ განვიცდი. ვერ გეტყვით, რომ რაღაცა გაოცება ან გაკვირვება გამოიწვია. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მოსმენილი გვაქვს თითქმის იგივე შემადგენლობით იქ სკოლის ბავშვებს რო დაასდევდნენ და ჩაფსმამდე რომ იყავდათ. ხო და ეხა პოლიტიკურ ოპონენტს რო იგივე გაუკეთონ, მაფერი გასაკვირი და გასაოცარი მანდ არ არის. ისე რომ მაგრამ მაინც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ წყარო ამ აგრესიის მოდის რუსეთიდან. რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით. დიახ. და შემსრულებელი არის გამოდის ჩვენი ხელისუფლება. ხო, აი შემსრულებელი სადაც ზოგადად არის რუსული ძალები, რომელიც საქართველოში საკმაოდ კი არა, კარგად აი რასაც სიტყვის ჟარგონზე გულაობენ. და ეს რა თქმა უნდა, აი რუსული ძალების აი ესეთი გამოვლინება და მათ შორის ხელისუფლებაში არის მაგალითად ისაც პოზნერზე მოხდა. ჩვენზე რო იქნებოდა თავდასხმა გაფრთხილებულები ვიყავით მანამდე სანამ მოხდებოდა თავდასხმა. როდის გაგაფრთხილეთ? თქვენ ნახევრით ორი სამი კითხვას იქიდან თქვენს რომ ორივე მხარესთან პრობლემა გაქვთ. როგორც ხელისუფლებაში გარკვეულ პირებთან, ასევე ოპოზიციაში გარკვეულ პირებთან. ან მაღალჩინოსნები იგულისხმებოდა. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ამაში და რატო? დაინტერესებული მხარე ვიცი რომ ცალსახად ჩვენი ჩრდილოეთი მეზობლიდან მოდის, მაგრამ რატომ ამ თემაზე ჯერჯერობით შეიძლება რუსეთის სპეცსამსახურებს გულისხმობ? რა თქმა უნდა. შესაძლებელია რომ იყვნენ ჩართული ღარიბაშვილი, გომილაური, ლილუაშვილი. მე არაფერს არ გამოვიხსოვ, იმდენად მათი მეტასტაზი იმდენად დიდია. ანუ შესაძლებელია ის იგეგმებოდეს მთავრობის კანცელარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსში. ეჭვი არსებობს. მათზე გააქვთ ეჭვი. ყველაზე გვექნება ეჭვი, სანამ არ გაირკვა მოქმედებს რუსული ძალა საქართველოში. ამას შეიძლება რაღაც დასაყრდენი შემსრულებლები. ეს შემსრულებლები რა თქმა უნდა ჩანს რომ ძალიან ისეთ სფეროებში არიან თვითონ სახელმწიფო უწყებებში, თვითონ კიდევ ვიძახი ოპოზიციაში ყველგან არიან. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს, მისი დაცვაა. კონრად ბაბუნაშვილი ამტკიცებს, რომ მას ბოლო თვეების განმავლობაში სუსის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაცვა მიუჩინა, რომელიც 2 აპრილს მოუხსნეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეპიკ ამბასადორის ხელმძღვანელებთან ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფენ. საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელებს ეჭვი აქვთ, რომ მათ წინააღმდეგ თავდასხმა მზადდება. მე გითხარით, რომ ინფორმირებული ვარ და ის ინფორმაციაც პრინციპში მაქვს, რომ თავდასხმა შემდეგი კოჯორში უნდა მოხდეს ჩემს სახლში. მოძრაობენ ადამიანების და სახლებიდანაც თვალთვალია და ეს ვიცით ახლა აი როგორც მიჩვეულ რაღაცას ისე უყურებთ. მუდმივად არის ჩვენს ერთობისთან, ჩვენს მეომრობისთან, ჩვენს მესამეობისთან მუდმივად არის ეს მანქანების გადააგროვებები. საეჭვო პრინციპი რამოდენიმე მომენტი ყოფილა პროვოკაციისას. ანუ შელაპარაკება ჩხუბში ჩათრევას ცდილობს. რა თქმა უნდა, მაგრამ თვალთვალი და რა თქმა უნდა სულ არ გამიგონებთ. ხმაურიანი ბრალდებების მიუხედავად, ეპიკ ამბასადორის ხელმძღვანელობას საგამოძიებო ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ამბობენ, რომ აზრი არ აქვს. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტების გასამყარებლად კი მტკიცებულებების წარმოდგენას საზოგადოებისთვის თავად გეგმავენ.